გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ორი კვირა ვიდეო არ გადამიღია. Oh my god. ძალიან ბევრ გადაცემაში ვიყავი სტუმრად ამ ბოლო პერიოდში და ცოტა გადავიწვი და ჩემი ვიდეოები ვეღარ გადავიხე. დამილაიქეთ ეს ვიდეო და ცოტას გამოვხიზლდები, თორე ძალიან მეძინება. ესეც $5 ბურგერები მეგობრებო, ნახეთ $5 ანაიბურის საჩი ჯამს, просто მე არ ვიცი ამაზე გემრიელი რამე და კომენტარით თუ იციცადნე. ველცად ცემოძმაო სერგეოდოს. აი მე რა დამპლები ხარ და 600 ლაიქი აქვს ამ კომენტარს. მაგარი კომენტარების წერა ვიცით რა. ნახეთ რა მოჩუქეს რა გაჩვენოთ. ამ კაცმა ქართული ენა გაყინა. ეს არის ჩემი სიტყვები. მე მგონი, მე ვთქვი. და რავი. Так, ამოტვიფრის. ვეფხის ყავსანზე რომ ვილაპარაკი. მეფესავეთ პოდკასტში. მე იქიდან რომ ვიდეო ამოიჭრა და TikTok-ზე და Facebook-ზე ყველა ნახვა ქონდა. მაგასთან დაკავშირებით მაჩუქა ის პოსტერი რაბანამ. მან გამონი შემოქმედება და ნახოთ რა არის შიგნით. კარგია, მე ნახი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტური და ლამაზია. ნახეთ რა მაგარი შოთაა. გველსახვრელად ამოიყვანს რინად კვილად მოუბარი. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გამოთქმა. მე რომ მოვრჩები ვიდეოს გადაღებას, შოთა შეემატება ჩემს background კედელს და უკვე შემდეგი ვიდეოებიდან შოთაც იქნება იქ. სადმე. შოთას გარდა კიდე კედელზე მინდა ილია, ვაჟა და ბარათაშვილი. აგერ ბიჭები ვარ შეკრებილი და შეიძლება თქვენ სიმღერას მოვუსმინოთ. რა. აი როგორი ცინიზმით ახსავსე კომენტარები. და იუმორით. კომენტარებს კითხვა ერთი სიამოვნებაა. ინტერნეტში თუ შეგიძლია რამე გააკეთო ისეთი სახალისო, ალბათ ყველაზე საინტერესოა კომენტარების კითხვა. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დილა თბილისში, ხო? გამოვიდა ქუჩაში ხალხი და ასეთი რამე დაინახა. ერთი მანქანა მეორეზე დევს. თან ისე რომ დიდად დაზიანებული არც ერთი არ არის. და რა უნდა იფიქროს ხალხმა? საქართველოში ჯუნიორ პლუსი იქნება. მანქანაც რო იღალატებს მანქანასთან. ამ მანქანების კადრებს იმდენი ნახვა ქონდა, რომ ბოლო-ბოლო გაირკვა როგორ მოხდა და თუმცა აი აქედან გამოგორდა ეს მანქანა უკუსლის და შეაჯდა მეორე მანქანას. უნდა გამოხდეთ ცოტა. საშინელება. ესეთ ვიდეოებს ვერ ვიტან. შემოშინებელ ვიდეოებს. ახლა კიდე დიდი გავლენა არ იქონია და ერთხელ ასეთი ვიდეო რო შეხვდა კინოხამ დავსკრინე. ხალხში დავიდა პირდაპირ. მომავლის გზას დაადგა. მე მგონი ახლაც გარბის. მაგრამ პირველი მაინც ნარუტო გამახსენდა. Alright, so here we are in front of the elephants. Cool thing about these guys. Wow, 20 წელი გავიდა YouTube-ის შექმნიდან. 2025-ია და 2005-ში შეიქმნა. და ეს არის პირველი ვიდეო რაც YouTube-ზე იყო ზოოპარკში. ეს თვითონ YouTube-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ხო? 20 წელი გავიდა. 20 წელი თუ გავიდა, როგორც პროფესიის ჩამოყალიბება YouTube-ერობას თუ ავიღეთ, 20 წელი ცოტა არის. ალბათ 15 წლის წინ შეიქმნა YouTube-ერობა ამერიკაში. საქართველოში ალბათ 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძვლები. 2015 წელს სადღაც. მე როდი შევქმნი ჩემი არხი? მე შევქმნი ჩემი არხი 2016 წლის 21 ნოემბერს. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როცა მე ვიფიქრე, რომ YouTube-ი მაგარი რამეა და YouTube-ზე რაღაცები უნდა ვაკეთო. და შევქმნი ეს არხი. და ვაკეთებდი ისტორია, საინტერესო ფაქტების ვიდეოებს და რაღაცებს სწავლობდი, ვაკეთებდი. უკვე 2018-ის ზაფხულში დავიწყე ჰიტას ვიდეოების დადება. და ამ თარიღიდან მოყოლებული ვარ full-time YouTuber-ი. Holy shit. ეხლა გახდება ამ საფულზე 7 წელი. მაგარია. კიდე იცით რა არის მაგარი? ჩემი სპონსორი გახდა Selfie. ჩემი სპონსორი მეგობარი კომპანია, ეთილის მსურველი მხარდამჭერი, ყველაფერი ეგეთი. მომდევნო რამდენიმე თვე იქნება ჩემი არხის მხარდამჭერი და თუ რამე კარგი აქცია ან შეთავაზება ან რაღაცა სიახლე იქნებათ, პერიოდულად გაგიზიარებთ ხოლმე. და ჩვენი სფერო უკვე იმ ხილაზე განვითარდა, რომ ზელანდიელი სპონსორშიპების კულტურა შემოვიდა და უკვე მასიურად. თორე გამოკლისები იყო მანამდეც. და კიდე ამ კულტურის ახალ ლეველზე გადასვლას ნიშნავს. მადლობა Selfs ჩემ არხთან თანამშრომლობისთვის და კიდე სხვა რამდენიმე YouTuber-თანაც თანამშრომლობთ. ამიტომ super cool არის ეს ყველაფერი. გამტკივნეული იქნება.
ჩემი ლუნა როგორი ბუნჩუა და სათნო და სპეტაკია. ერთხელაც კი არავინ არასოდეს გაუკაცრავს. და სულ არის თავისთვის საყვარლად. ლუნა, მოიქა. ლუნა, რა კარგია, შენ რო არასოდეს არ იგაწევი. შეხედე კამერას იქ. მაგით არა, იქეთ არის. რა კარგი გადახარა. სიმბა. გაიადი. აი დადი ხავ ვიღებ ვიდეოს. ხოლა. გავდავიღო ხა ვიდეო ასე? და ასე იჯდები აქ? კუდი მაინც გააჩერე. აი გავაგზავნე. ქართულ კონტენტში მაგლია პრენკები. ნույნიც გადაიღო სულ ყველა წარმატებული აღმოჩნდა. ცოტა რთული გადასაღები კი აქვს ქართულ პირობებში, მაგრამ დიდი სიამოვნებით ნახავდი ქართული პრენკების არხს, ან მიმდინარეობას რომელიმე იუთუბერთან. რათან უეჭველი ბევრი ნახვა იქნება. ხო? ლუნა. ეს ნახეთ. კვარ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. შემდეგ არის მერაბ დვალიშვილის ქამრის დაცვა. შემდეგ არის ნაკრები 21 წლამდე და შემდეგ თოფურია იბრძვის ქამარზე. ალბათ მომდევნო ერთი თვე ქართული სპორტის ისტორიაში ძალიან გარდამტეხი და გარდამავალია. იმედია თითოეული ეს აქტივობა ქართველების გამარჯვებით დამთავრდება და ჩვენ როგორც მაყურებლებმა უქომაგოთ და რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ ქართველ ბიჭებს ამ დიდი წარმატების მიღწევაში. თუნდაც ჩვენი ქომაგობით. სეტანტას subscription-ის შეძენას თუ დააპირებთ და ფასდაკლება გაგისწორდებოდათ, შეგიძლიათ ეს პრომოკოდი გამოიყენოთ. გებრიელად ვიერთე. დღეს 1 აპრილია, უნდა გამოგართვა, მოგაწყვე, არ გაძლო. დაწყალი ბავშვი. იმედია დაუბრუნდა და ეს ხომრობა იყო. ამ ბავშვის ფიქრები რა იქნება ახლა? იმედი მაქვს რომ დაუბრუნდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა. Somebody once told me აი ეს არის ერთი მიზანობა საჭმლის მომზადების ფეილები და ძალიან უცნაურია. რაღაცნაირად ისევდიანია. რომ საჭმელი ფუჭდება თუ იცით აღარ ისევდიანი ადამიანი როცა საჭმელს ამზადებს, ესე რაღაცა ენთუზიაზმით და მონდომებით. თითქოს რაღაცას აშენებს, რომ მე ეს ბედნიერება მიიღოს, როცა უკვე კერძი მომზადდება და თითქოს ის მომავალი ბედნიერება ეცლება ხელიდან ადამიანებს, რომელსაც ესეც რაღაცები ემართებათ. ან შეიძლება ძალიან გავაზვიადე. Vamos a dar la vuelta, Pablo. No, თევზი დაინახე. ერთი გამიცინე რა. ერთი გამიცინე რა. ეს არის ძალიან ძველი ტრენდი. რომ დასერჩოთ YouTube-ზე, TikTok-ზე ან Google-ში ან სადმე დიდრევის სიცილი. ესე. ამოგიგდებთ ძალიან ბევრი მილიარდელი სიცილს, რომელიც ესე უცნაურად რაღაცნაირად იცენის. თითქოს სიცილში ეტყობათ ამდენი ფული აქვს. და არის კიდე ღარიბული სიცილი. და თითქოს ღარიბულსაც ეტყობა. და ქართველებმა ამ კაცზე, რომელსაც ხალხი ეხმარება და რაღაცებს ყიდულობს, ესეთი დიდროის სიცილის კატეგორიაში გაიყვანეს. ერთი გამიცინე რა. იახტას და როლექსებს და რაღაცებს რა მოახველება. Вот красивый у нас картик. იმენა შოუშეგიდან გვექცევა იყო. თევზმა რა მოხია? ყველა თევზზე ნუ იხედები აქეთ. თევზის სერიოზული ისტორიით წავიდა. Not today, I'm under the water. სახში ცივი კუბდარი და ხუდა შენ კი ბურგერს შეჭამდი. ეგასავლი რა გააკეთო? კუბდარს თავი მოაჭერი და ანგაცის იუმორი მეავსება ძალიან. TikTok-ს ხვდება ხოლმე და ესე კულინარიულ რაღაცებს აკეთებს, ოღონდ ძალიან სპეციფიკურს. თუ კი სახში კუბდარი გაქვს და შენ კი ბურგერს შეჭამდი. როგორი მოცემულობაა? არა, თუ სახში ცივი კუბდარი გაქვს. ხორცი და პური გააცალკე.
ხორცი გადაგებე და მრგვალი ფორმი მიეცი. მოვიდა რომ დამიჯერე რომ მეგობრებო, ჩვენი მიმების ჯგუფი Facebook-ზე, მიმები 160+2. 100,000 მემბერზე ავიდა. 100,000 კაცია უკვე ჯგუფში. Holy shit. 100,000-ზე მეტი ამი ჯგუფი აქვს რომელიმე YouTuber-ს ნეტა. ხო და გათამაშებას რო ვაკეთებ და რო თამაშდება PlayStation 5 gaming scam-ი, gaming monitor-ი, gaming headset და gaming klaviatura. ამ ჯგუფში მიმები რომ უნდა გამოგზავნოთ Silk-ის play card-ზე. არ დასრულებულა ჯერ ერთი კვირა დარჩა, ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ კიდე გამოგზავნოთ ფოტო და ვიდეო მიმები ჰეშტეგებით. ხო და შეიძლება თქვენც მაინც მოიგოთ. და კიდე play bar-აც თუ აიღებთ Silk-ის აპლიკაციაში, 10 ლარი დაგერიცხებათ. შეგიძლიათ ეს 10 ლარი გამოიტანოთ ეგრევე ან დახარჯოთ ან ავიღოთ კიდაც დისკად. და play bar-ად იმიტომ მაგარი, როცა Steam-ზე და სხვადასხვა gaming პლატფორმაზე რაღაცებს თუ შეიძენთ ამ ბარათით, 5%-იანი cashback-ი გაქვთ. ეს როდესაც შეხვალთ. აქ არის სხვა ბანკების ბარათების დამატება, დაამატებთ სხვა ბანკის ბარათი თუ გაქვთ და play ბარათზე გადაიტანთ თანხას. ერთი თეთრით არაფერში არ ჩამოგიჭრებათ. შემდეგ play ბარათში შეხვალთ, აქ მონაცემებს ნახავთ და gaming-ში დახარჯულ თითქმის ყველაფერზე, სულ პირველი ვიდეო როცა გადავიღე ამ თემაზე, მაშინ ახსენი ზუსტად რაში. დაგიბრუნდებათ 5%. კიდე სხვა ტრანზაქციებზე თუ გამოიყენებთ ამ ბარათს, რასაც დახარჯავთ 1% მაინც დაგიბრუნდებათ. Assassin's Creed Shadow გამოვიდა ეხლა და მინდა რომ ვიყიდო. და ბარემ play card-ით ვიყიდი, მაგრამ PlayStation-ზე ხო არ ვიყიდო. ხო, რა ცუდია. კომპიუტერიდანაც თუ მინდა ვითამაშო და PlayStation-დანაც ცალ-ცალკე უნდა ვიყიდო. რომელზე ვიყიდო? წამოწოლილი და PlayStation-თან თამაში უფრო ასწორებს, მაგრამ joystick-ით არ მიყვარს ესეთ თამაშების თამაში. მოდი კომპიუტერზე ვიყიდი და პოდკასტებს რომ ავუსმენ ხოლმე background-ზე ვითამაშებ. $70. $70 5% რამდენია? 3.5 $3.5 რამდენია? 10 ლარი თითქმის. ანუ play bar-ით ყიდვის შემთხვევაში 10 ლარი დავწოვი. ვაუ. მიხარია რომ ჩვენ ჯგუფში 100,000 ადამიანია და 191,000 გამოწერილი რომ მყავს და ჩემს ვიდეოებს რომ ალაიქებთ. და ეხლა მაგარ რაღაცას გაჩვენებს კიდე. ეს არის დედამიწა და ეს არის დედამიწა ახლა. ხო დაუჯერებელია. დედამიწის ირგვლივ უკვე ადამიანებს იმდენი სატელიტი ყავს, ფაქტობრივად ესეთი რამეა. აი ვაშლი რომ დააგდო და იმდენი წერი რომ დაესევა რომ თვითონ ვაშლს ვეღარ ხედავ. ეს ირგვლივ სულდადია რაღაცა იგივე ვაიბი. და თუ არ გჯერათ, დაგუგლეთ და სურათებში გადადის და ნახეთ. ცოტა საშიშად არის ეს ყველაფერი. და იმედია მოვალში რამე ცუდი არ მოხდება და ყველაფერი კარგად იქნება. ამისთვის საჭიროა რომ ვიყოთ პოზიტიურები და კარგი ადამიანები. დახოდის.